ფაქტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია მარაბდის ახალგაზრდული ასოციაცია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით. გამარჯობა. ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით ყოველ შაბათს და კვირას 21 საათსა და 30 წუთზე ტელეკომპანია ქვემო ქართლის ეთერით წარმოგიდგენთ გადაცემათა ციკლს მოქალაქეობა. მე მისი წამყვანი დიანა ლიპარტელიანი ვარ. დღეს ვისაუბრებთ იმაზე, თუ რამდენად ძლიერ გავლენას ახდენს სამოქალაქო საზოგადოება სახელმწიფოს მუშაობაზე და ასევე იმ სამართლებრივ გარემოზე, რომელშიც არსებობს სამოქალაქო საზოგადოება ქვეყანაში. ამ საკითხებზე სასაუბრო სტუდიაში მოვიწვიეთ არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოებრივი ინიციატივების ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ღლონტი და საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი თორნიკე ჭეიშვილი. მოგესალმებით ბატონებო, მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. მე პირველი კითხვით გადავარ ირაკლისთან. ირაკლი, ექსპერტთა გარკვეული ნაწილი თვლის, რომ სამოქალაქო საზოგადოებას ძალიან მცირე გამოცდილება და ძალა გააჩნია იმისთვის, რომ მთავრობის რეფორმირება და ანგარიშ ვალდებულება მოითხოვოს. თუ იზიარებთ ამ მოსაზრებას და ზოგადად როგორ ფიქრობთ, რამდენად აქტიურად ცდილობს სამოქალაქო საზოგადოება? ძალიან დიდი მადლობა, საინტერესო გადაცემა, უბრალოდ მე მინდა დავიწყო თუ მოგილოცოთ ადგომის დღესასწაული, მოგილოცოთ თქვენს კოლეგებს, თქვენ მოგილოცოთ პირადად. მადლობა გადაგიხადოთ მოწვევისათვის და ასევე საზოგადოებას, რომელიც აქტიურად ადვენებს ამ ტელევიზიის გადაცემას ფოკუსს. რაც შეეხება ექსპერტების მოსაზრებას, რა თქმა უნდა, მე ამ შემთხვევაში ვერ გავიზიარებდი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორის ზოგადად არასამთავრობო ორგანიზაციათა ჩართულობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან მიმართებით. ამ ვფლი, რომ ძალიან სუსტია. პირიქით, ძალიან კარგი ტემპით მიმდინარეობს ახლა განსაკუთრებით ეს იგრძნობა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ. რატომ არ არის საგრძნობი ეს საზოგადოებისთვის? აი საზოგადოების ხარისთან დაკავშირებით შეიძლება ვიკამათო და უკვე გავიზიარო ექსპერტების მოსაზრებები. ჩართულობა ძალიან კარგია, აქტიურად არიან ჩართული ამაში ალბათ თორნიკეს დამეთანხმება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ორგანიზაცია, რომელიც თulis შეუძლია პროცესებში ჩაერთოს და საინტერესო ინიციატივების შესთავაზოს ხელისუფლებას. სწორედ აქედან გამომდინარე, ამ იმედით და ამ мотивაციით შევქმნით 2 წლის წინ ჩვენც არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოებრივი ინიციატივების გაერთიანების ცენტრი და ფიქრობ დღემდე წარმატებულად ახორციელებდით საქმიანობას. რომ არა იმის მოლოდინი, რომ ხელისუფლება იქნებოდა თუ სხვა პოლიტიკური ძალები გაითვალისწინებდნენ ქვეყნის მნიშვნელოვანი მესიჯების გაზიარებასაც ჩვენ სთავაზობდით მას. ჩვენ რა თქმა უნდა სხვა ფორმატში გადავიდოდით და ამ ფორმატთან დაკავშირებით პრინციპში უკვე გადავედი მე პირადად პოლიტიკურ სუბიექტად ჩამოყალიბდით. ბოლოჯერ მიწევს როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ეთერში სტუმრობა, მაგრამ ესეც გამოწვეულია იქიდან გამომდინარე, რომ კიდევ უფრო მეტი რეზონანსული გვინდა გავხადოთ ჩვენ ინიციატივები და კიდევ უფრო მეტი ლეგიტიმაცია გქონდეს ხალხისგან ჩვენს ინიციატივებს, უფრო მეტად იმპერატიული გახდეს ჩვენი თქვათ მოთხოვნები ხელისუფლების მიმართ. რაც შეეხება იმას, რომ ექსპერტები თვლიან, როგორც თქვენ ძანეთ, ნაკლებად აქტიური არ არის. ძალიან ბევრი საინტერესო არასამთავრობო ორგანიზაცია, ძალიან ბევრი საინტერესო ინიციატივით და თქვათ მოთხოვნებს აყენებენ თუნდაც რეფორმების გატარების კუთხით ხელისუფლების მიმართ, თუმცა რა თქმა უნდა პრობლემები არის და ყველა უწყება ამას არ იზიარებს, ეს ძალიან ცუდია. თუმცა შედეგ რა თქმა უნდა კიდე გავიმეორებ იმას, რომ უკეთესობა არის წინა წლებთან შედარებით და ეს არ უნდა დაუკარგოთ. თორნიკე, ერთი შეხედვით საქართველოს კანონმდებლობა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფუნქციონირების მხრივ რამდენ მნიშვნელოვან დაბრკოლებებს არ უქმნის. თქვენი შეფასებით, რამდენად ქმნის დღეს კანონმდებლობა ხელსაყრელ გარემოს სამოქალაქო საზოგადოებისათვის? მივესალმები ქვემო ქართლის ტელევიზიის მაყურებელს, ვისარგებლებ შემთხვევით და მიულოცავ სრულიად საქართველოს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. რაც შეეხება თქვენს კითხვას, პრინციპში აბსოლუტურად სწორად დასვით აქცენტი საქართველოს კანონმდებლობა არ ქმნის რაიმე ასე ვთქვათ ხელოვნურ დაბრკოლებებს არასამთავრობო ორგანიზაციის ფუნქციონირების დასაბრკოლებლად. ჩვენ შეგვიძლია ამ შემთხვევაში გავიხსენოთ საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლი, რომელიც ახდენს საზოგადოებრივი გაერთიანებებისთვის შექმნისა და საქმიანობის თავისუფლების დეკლარირებას და ქმნის შესაბამის გარანტიებს. ამ შემთხვევაში მთავარია ის, რომ საზოგადოებრივი გაერთიანების მიზანი არ იყოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა, არ იყოს ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა ტიპის შუღლის გაღვივება და არ ემსახურებოდეს რაღაცა არაზნეობრივ მიზნებს. სხვა მხრივ, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში საზოგადოებრივი გაერთიანებები, არასამთავრობო ორგანიზაციები საქმიანობენ როგორც წესი არაკომერციული, არასამეწარმეო იურიდიული პირის ფორმით. ისინი არიან კერძო სამართლის სუბიექტები და მოგეხსენებათ და კიდევ ერთხელ შევახსენებ ტელემაყურებელს, რომ კერძო სამართლის სუბიექტები, განსხვავებით საჯარო სამართლის სუბიექტებისგან,
გაცილებით უფრო ფართო ავტონომიით სარგებლობენ და შეზღუდულები არ არიან რიგი საკანონმდებლო ბარიერებით, იმიტომ რომ კერძო სამართალში მოქმედებს ერთი ძალიან საინტერესო პრინციპი, რაც არ არის აკრძალული, ის ნებადართულია, შესაბამისად, საკმაოდ ფართო არეალი აქვს არასამთავრობო სექტორს საქართველოში სამოქმედოდ და პრინციპში ეს აისახება კიდეც ჩვენს არასამთავრობო ორგანიზაციებზე, როგორც ირაკლიმ აღნიშნა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ძალიან ფართო სპექტრი არის შემოთავაზებული სხვადასხვა ტიპის არასამთავრობო ორგანიზაციებისა, მე განსაკუთრებით მივესალმები ისეთი ტიპის არასამთავრობო ორგანიზაციების დაფუძნებასა და ასე ვთქვათ ფუნქციონირების დაწყებას, რომლებიც ვიწრო პროფილურად მუშაობენ კონკრეტულ საკითხებზე, იმიტომ რომ ნელ-ნელა ეს ნიშნავს იმას, რომ ხარისხი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობისა ამაღლდება და თუნდაც გარემოს დაცვითი ორგანიზაციები, თუნდაც რაღაც სხვადასხვა სამართლის კონკრეტულ დარგზე ორიენტირებული ორგანიზაციები და ასე შემდეგ, ჩემი აზრით ქმნიან იმ წინაპირობას, რომ არასამთავრობო სექტორმა მდგრადი განვითარება გააგრძელოს საქართველოში. სამოქალაქო საზოგადოების უდიდეს ნაწილს არ აქვს სამწუხაროდ გააზრებული, რომ ცალკეულ ინდივიდს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის მშენებლობის პროცესში. იმისთვის, რომ საზოგადოებამ თვალნათლივ დაინახოს თუ რა შეუძლია გამოიწვიოს სამოქალაქო საზოგადოების აქტივობამ, მოამზადეთ სიუჟეტი, სადაც მოგითხრობთ ერთ ისტორიას, რომელმაც შეცვალა ეპოქა. ნახოთ სიუჟეტი, რომლის დასრულებისთანავე ჩვენ კვლავ დაგიბრუნდებით. ზუსტად 25 წლის წინ, აი აქ, რუსთაველის გამზირზე, ათასობით ქართველი საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის დასაცავად გამოვიდა. ასე იწყებოდა 9 აპრილი. ანტისაბჭოთა მოძრაობის მხრიდან გაფიცვებმა და მიტინგებმა სისტემური ხასიათი 1988 წლიდან მიიღო. 1989 წლის 4 აპრილს კი თბილისში მთავრობის სახლის წინ ახალგაზრდობისა და ინტელიგენციის წარმომადგენელთა ხალხმრავალი უსანქციო მსვლელობა გაიმართა, რომელიც მიტინგში გადაიზარდა. მომიტინგეები აფხაზეთის ავტონომიის გაუქმებასთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასაც მოითხოვდნენ. მომიტინგეებმა, რომლებსაც დამოუკიდებლობის კომიტეტი ხელმძღვანელობდა, მშვიდობიანი დემონსტრაცია მოაწყვეს და შიმშილობა დაიწყეს. მოშიმშილეები ძირითადად ახალგაზრდები იყვნენ. ჩემთან მოდიოდნენ, მე დარიგებებს ვაძლევდი, ასე ვთქვათ, რაც საჭირო იყო ველაპარაკებოდი, მაგრამ ბოლოს და ბოლოს რო გადაწყდა, რომ უნდა გამოსვლა მოეწყოთ, გატენილი იყო უნივერსიტეტი და მირეკავს რექტორი. უკვე გადაწყვეტილი იყო, რომ უნდა უნივერსიტეტის ეზოში დილას შეკრებილიყვნენ, ეს იყო 1-2 დღით შეიძლება ადრე, 9 აპრილამდე და წავიდოდნენ მთავრობის სასახლისკენ. მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ წამოვიდა რეპრესიები საქართველოს მიმართ და ამიტომ საზოგადოება ასე აქტიურად ჩაერთო ამაში. 1989 წლის 8 აპრილის კრემლის ზეგავლენით საქართველოს რესპუბლიკური აქტივისტებამ მომიტინგეთა მიმართ მკაცრი ზომების მიღების წინადადებას მხარი დაუჭირა. მომიტინგეთა დაშინების მიზნით რუსთაველის პროსპექტზე ტანკმა გაიარა და ცაზე სამხედრო შვეულმფრენები გამოჩნდნენ. თუმცა ამის შემდეგ მომიტინგეთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა. ღამით მოსკოვიდან თვითმფრინავით ჩამოიყვანეს საბჭოთა კავშირის შინაგანი ჯარების სპეცდანიშნულების ჯარისკაცები გენერალ ეფიმოვსკის მეთაურობით. მიტინგის დაშლას კი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი გენერალი იგორ როდიონოვი პირადად ხელმძღვანელობდა. 1989 წლის 9 აპრილს დილის 4 საათზე მთავრობის სახლის წინ მშვიდობიანი მომიტინგეები ლექსით, სიმღერითა და ცეკვით ამხნევებდნენ ერთმანეთს. ხალხში შავლოგოსა და სალაღობოს ტკბილი ჰანგები ისმოდა. კრემლში მიღებული გადაწყვეტილების თანახმად რუსთაველის გამზირზე საბჭოთა არმიის მძიმე ტექნიკა, შემდეგ კი ძერჟინსკის დივიზიის დესანტისა და შინაგანი ჯარების სპეცრაზმელები გამოჩნდნენ. მშვიდობიანი მომიტინგეები ალყაში მოაქციეს და ბასრი ნიჩბების გამოყენებით დემონსტრაციის დარბევა დაიწყეს. სადამსჯელო დანაყოფებმა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ მომწამვლელი ქიმიური გაზი გამოიყენეს. რამდენიმე წუთში მოიერიშეებმა მოედანი გაწმინდეს. რუსთაველზე მხოლოდ სისხლიანი გვამები დარჩა. ეს იყო იდეისთვის ბრძოლა. ეს იყო ბრძოლა თავისუფლებისთვის, ეს იყო ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის. საერთოდ ის თაობა 80-იანი წლების ბოლოს მოყოლებული, მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირის ასე ვთქვათ დაშლის პერიოდი ფაქტობრივად დაწყებული იყო,
განსაკუთრებით გააქტიურდა ეროვნული მოძრაობა საქართველოში, თუმცა მინდა ვთქვა, რომ არც იქამდე ყოფილა ეროვნული მოძრაობა საქართველოსთვის უცხო. თქვენ მოგეხსენებათ, რომ 9 მარტის ამბები 1956 წლის გახოვნდა ვითომ როგორც ასეთ სარჩა თითქოს ისტორიაში, როგორც სტალინის დამცველთა გამოსვლები მთავრობის წინააღმდეგობებს, სინამდვილეში ისიც კაცმარო თქოს ეროვნული მოძრაობა იყო, ქართველების პროტესტი გამოხატული დიდი სახელმწიფო მანქანის წინააღმდეგ, რომელიც სამწუხაროდ ძალიან ცუდად სისხლისღვრით დამთავრდა. 1978 წელს ქართული ენის დასაცავად გამოსული ახალგაზრდობა საზოგადოება განსაკურველია ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი პირველი დიდი გამოვლინება იყო და ამის ერთი დიდი გვირგვინი ყველაფერს ამას 9 აპრილმა დაადგა, როდესაც ფაქტობრივად მთელი ქართველი საზოგადოება, თითქმის ყველა ფენა საზოგადოებისა, ყველა ასაკის ადამიანი, ახალგაზრდებიც, უკვე საკმაოდ ხანშესული ადამიანებიც, ყველანი ერთად ერთხმად გამოვიდნენ იმის დასაცავად, რაც ბუნებით მომაგლებული ადამიანს რო კონდეს და ეკუთვნოდეს. ეს იყო ეროვნული თავისუფლება, სახელმწიფოებრიობის მოპოვება, საქართველო არ იყო მაშინ მოგეხსენებათ დამოუკიდებელი ქვეყანა და ეს იყო ის იდეალები, რასაც დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება ითქვას საუკუნეები ქართული ხალხი გულში ატარებდა. ამიტომაც ეს მოძრაობა იყო ძალიან მასშტაბური და ეს მოძრაობა იყო გარკვეულწილად ესეთი განსაკუთრებით აქტიური, იმიტომ რომ ძალიან აქტუალური იყო ის საკითხები, რომელიც იქ მიტინგებზე ისმოდა. რამდენიმე დღის განმავლობაში, დაძაბული დღეების განმავლობაში ამ მიტინგებში მონაწილეობას იღებდნენ ქართველი სტუდენტებიც, ქართველი ახალგაზრდებიც, ძირითადი ეპიცენტრი მოგეხსენებათ იყო რუსთაველის გამზირზე და 9 აპრილის ტრაგედიაც, როგორც იცით, იქ დატრიალდა, თუმცა მეორე დღეს, უბრალოდ იმავე დღეს 9 აპრილს როგორ უკვე გათენდა ეს ყველაფერი 9 აპრილის ღამეს მოხდა. საოცარი განცდა იყო მთელს ქალაქში, საოცარი ტრაგიკული რასაკვირველია, მაგრამ ამავე დროს იყო ესეთი სბრაზის განცდაც, რომ ვერ მოერიე თქვათ რაღაცა შენზე ძლიერს, თუმცა ამის ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა და კიდევ იმის იმედი, რომ ოდესღაც მაინც მოერევა. ყველაფერი ერთმანეთში იყო ეს არეული, ძალიან ბევრი ხალხი შეიკრიბა სწორედ აქ უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში, სხვა შემთხვევაში უნივერსიტეტელები ნამდვილად აქ ვიყავით შეკრებილები და მე მახსოვს ეს ძიმე განცდა იმ დღევანდელი ის შავი ლენტები, რომელიც ჰქონდათ გაკეთებული ახალგაზრდებს მკლავზე, ის მრისხანება, რომელიც თითოეული იქ მოსული ადამიანის თვალში იმალებოდა და მახსოვს ის წუთებიც, როდესაც შეიარაღებულმა რუსმა სამხედროებმა ფაქტობრივად ძალდატანებით ხალხი, რომელიც ეზოში და ქუჩაში იყო გამოსული, მეორე კორპუსში ჩაკეტა რეალურად და იქიდან გამოსვლის საშუალებასაც არ იძლეოდა. რასაკვირველია, ეს ყველაფერი იყო ძალიან ძნელი განსაცდელი, ძნელი გადასანახი, მაგრამ რასაკვირველია, ეს ყველაფერი იყო უაღრესად დიდი შედეგის მომტანი ქართველი საზოგადოებისთვის. 9 აპრილის ტრაგიკულმა მოვლენებმა 20-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ოფიციალური ინფორმაციით დარბევის შედეგად ასობით ადამიანი დაიჭრა, მოიწამნა და დასახიჩრდა. აზა ადამია, ნათია ბაშალეიშვილი, ეკა ბეჟანიშვილი, ნატო გიორგაძე, თამუნა დოლიძე, თინა ენუქიძე, ნინო თოიძე, ზაირა კიკვაძე, მანანა ლოლაძე, თამარ მამულიშვილი, ვენერა მეტრეველი, მამუკა ნოზაძე, ნანა სამარგულიანი, შალვა ქვასროლიაშვილი, მარინა ჭყონია სამარგულიანი, ელისო ჭიპაშვილი, თამარ ჭოველიძე, ნოდარ ჯანგირაშვილი, ზია ჯინჭარაძე, მანანა მელქაძე, გია ქარსელაძე. ეს იმ ადამიანების სია, ვინც საკუთარი სიცოცხლე საქართველოს დამოუკიდებლობისთვის გასწირა. ისინი გმირები არიან. თავისუფლებისთვის ბრძოლა შეეწირნენ და შემოაბიჯაკიდეს თავისუფლებამ. სუსტად 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს პირველმა არჩეულმა მთავრობამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ასე იქცა 9 აპრილი ზეიმის და თავისუფლების დღე, რაც სწორედ რომ სამოქალაქო საზოგადოების უდიდესი აქტივობის შედეგია.
ჩვენ ისევ დავბრუნდით ეთერში შეგახსენებთ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ გადაცემა და ციკლის მოქალაქეობა და საუბრობთ იმაზე თუ რამდენად ძლიერ გავლენას ახდენს სამოქალაქო საზოგადოება ქვეყნის ცხოვრებაზე და ასევე იმ სამართლებრივ გარემოზე, რომელშიც არსებობს სამოქალაქო საზოგადოება ქვეყანაში. ირაკლი, კვლევების მიხედვით თუ ვიმსჯელობთ არასამთავრობო ორგანიზაციების ზოგადად ხელისუფლების მხრიდან ჩარევის გარეშე ფუნქციონირებენ, თუმცა არსებობს მოსაზრება სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან გამოთქმული, რომ მათზე ხელისუფლების მხრიდან ხორციელდება ზეწოლა. თქვენ როგორ აფასებთ დღეს შექმნილ მდგომარეობას, რამდენად არის დაცული სამოქალაქო სექტორი მის საქმიანობაში სხვადასხვა ძალების ჩარევისგან? დიანა, რა თქმა უნდა, ამასაც ვერ გავიზიარებ. ხა თუ ჩვენ ავიღებთ თავისუფალ ზონას, დროას და სხვა პოლიტიკური პარტიის სატელიტ, ეგრეთ წოდებული, ჩემთვის ისინი არ არიან, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები და ღირებულების მატარებელი, რასაც მე და თორნიკე ჩვენ ორგანიზაციაში ვატარებდით. რა თქმა უნდა, შეიძლება მათ ქონდეთ ამის განსადა პრეტენზია, რომ ხელისუფლება ახორციელებს ზეწოლას. პირადად ჩემთვის, რომელიც იყო ძალიან კაცრი შეფასებების დროს საზოგადოებრივი ინიციატივების ცენტრი, როცა გამოდიოდით და ძალიან ბევრი ინიციატივას რომელიმე უწყებისას ვაპროტესტებდით ძალიან ხმაურიანად. იყო პეტიციები, რომელთაც ჩვენ უარყოფდით მათ მოსაზრებებს და მათ პოლიტიკას, სტრატეგიას, თუ პრინციპში სტრატეგიები არ გააჩნია დღეს სამწუხაროდ ხელისუფლებას, მაგრამ რაღაც გარკვეული პოლიტიკა რაც ჰქონდათ შემუშავებული, ჩვენ ზეწოლის ზოსი რა თქმა უნდა არ ქონია და ჩვენ საზოგადოება მივიდა უკვე იქამდე, რომ არ დაუშვებს ზეწოლის ფაქტებს. მაგრამ თუ ადამიანებს აქვს იმის გასა კონკრეტულ ორგანიზაციებს რომ ხელისუფლება ზეწოლას ახორციელებს, იქ შეიძლება ჩანდეს თქვა სხვა დეტალები და სხვა საფუძვლები. ალბათ პოლიტიკური ინტერესები ხო მე თავიდანვე ვიცოდი რომ არასამთავრობო ორგანიზაციას ვქნიდი, უნდა ყოფილიყავი მაქსიმალურად ობიექტური შეფასებებში, ჩემს საქმიანობაში და რა თქმა უნდა არც დაუშვებდა, ვერც ჩემი მომავალი შემცველი, რომელიც გააგრძელებს ჩემს თანამდებობაზე ყოფნას, არ დაუშვებს იმას, რომ ხელისუფლებისგან იყოს თითის ხნევაც კი. ჩვენ ვართ არასამთავრობო ორგანიზაცია, საზოგადოების საწყისებზე ძირითადად მემსახურებით საზოგადოებრივი ინიციატივების პოპულარიზაციას და რეალური მისი აღსრულებისათვის ბრძოლას და რა თქმა უნდა არც ხელისუფლებას არ მიცემთ უფლებას, რომ თითი დაგვიქნიოს და ზეწოლა მოახდინოს, მაგრამ ამასაც აუნიშნა 2 წლის განმავლობაში მე მსგავსი ფაქტი არ მსმენია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც არიან პოლიტიკური პარტიების თუ თანამდებობის პირების სატელიტები და მათი ქონების შენარჩუნების მიზნით შეიქმნენ და საქმიანობენ, ალბათ აუთ განსხვავებისა, რომ ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ხელისუფლება მათ უყურებს სხვადასხვანაირად. ვიდრე ჩვენ ან მე ან თორნიკეს, იმიტომ რომ მე და თორნიკე ვცდილობთ იმისთვის, რომ საზოგადოებაში არსებული ინიციატივები, თქვა, სწორი რეფორმებისაკენ მოუწოდოთ ხელისუფლებას. გამოდივარ და ვეუბნები გუშინაც სატელევიზიო ეთერში, მთელი 2 თვის განმავლობაში უტრიალებდი ამას ხელისუფლება გახდი ქმედუნარიანი. გამოდიოდი და მოუწოდებდი რომ შეეცვალათ ესა თუ ის პიროვნება. პირველი ვინც აპროტესტო ტალღა აგორა, როცა ხელისუფლება მოვიდა, ეს იყო ბატონი მეჩითოვის გადაყენება, ხო, როცა თვლით რომ ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის სადარაჯოზე არ უნდა ყოფილიყო ეს ბატონი, იმიტომ არ გააჩნდა შესაბამისი უნარჩვევები, ცოდნა და გამოცდილება. ჩვენ შევძელით ის, რომ ჩვენი თქვა კაცრი ტონით ხელისუფლებას მომთხოვეთ და დადგა შედეგი 2 მინისტრის მოადგილე მოახსნევინეთ. მაგრამ რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში ვიზიარებდით მათ მოსაზრებებს და ძალიან ნორმალურად ვითარდებოდა ეს პროცესი. ხა რა თქმა უნდა, მე კმაყოფილი არ ვარ ხელისუფლებას არ მუშაობით, რა თქმა უნდა არ ვარ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საინტერესო ინიციატივა იქნა იგნორირებული, ძალიან ბევრი საკითხთან მიმართებაში არ იქნა გაზიარებული ჩვენი მოსაზრება და ამიტომ იმ რეალობაში მოგვიწია ცხოვრება, რა რეალობაში ხა ჩვენ ყველას ერთად გვიწევს ცხოვრება და ამ რეალობამ მიკარნახა მე პირადად არჩევანი და გადავედი პოლიტიკურ ასპარეზზე, როგორც გითხარით. თორნიკე, თქვენ თუ იზიარებთ ირაკლის მოსაზრებას, რომ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საუბრობენ სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლაზე, არიან პოლიტიკური პარტიების სატელიტები. ხო, რა თქმა უნდა, არ გამურიცხავ მე ამას, იცით რა არის, ზოგადად არასამთავრობო ორგანიზაციებს, არასამთავრობო სექტორს ჯერჯერობით ალბათ ვერ ვთხოვთ იმ მაღალ სტანდარტებს, როგორიც შეესაბამება ზოგადად აღიარებულ პრინციპებს. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს მოგეხსენებათ ჯერ კიდევ ახლა იდგამს ფეხს როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, ანუ ერთგვარი ტრანზიციის პროცესი არ არის ქვეყანაში დასრულებული და ეს აისახება აბსოლუტურად ყველა სფეროზე, ყველა სექტორზე თუ აქტორზე საზოგადოებრივი ცხოვრებისა, შესაბამისად, რა თქმა უნდა, გარკვეულ ნაწილს არასამთავრობო ორგანიზაციებისა აქვთ ცდუნება იმისა, რომ რაღაც კონკრეტული ვიწრო მერკანტილური ინტერესების სანაცვლოდ მოახდინონ
დაუშვათ ან კრიტიკა, ან პირიქით გამოირჩეოდნენ ლოიალური დამოკიდებულებით ხელისუფლებისადმი. აღსანიშნავია ამ შემთხვევაში ის, რომ კანონმდებლობა თვითონ ხელისუფლებას არავითარ შემთხვევაში არ აძლევს იმის უფლებას, რომ რაიმენაირად მოახდინოს ჩარევა არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში და საბედნიეროდ ეს პრობლემა დღის წესრიგში არ დგას. რაც შეეხება საკანონმდებლო ბერკეტებს, რომელიც გააჩნია არასამთავრობო ორგანიზაციას იმისათვის, რომ მოახდინოს ზეგავლენა ხელისუფლებაზე, ანუ მე რაზე ვსაუბრობ, ხა როდესაც ისმის კრიტიკა, როდესაც ისმის რაღაცა ინიციატივები ხელისუფლების მიმართ, ეს ყოველთვის უნდა იყოს საქმიანი და უნდა ეფუძნებოდეს რაღაც კონკრეტულ საკითხს და კონკრეტულ მიზანს, კი ბატონო. აი ძალიან ელემენტარული რომ ავიღოთ, მოგეხსენებათ კანონშემოქმედებით პროცესში საზოგადოება სასურველია რომ იყოს აქტიურად ჩართული და მით უმეტეს არასამთავრობო ორგანიზაციები. რა კუთხით შეიძლება იყოს გამოვლენილი? აი მოგახსენებთ დავუშვათ ერთი პრობლემური საკითხი, რომელიც პირადად ჩემი აზრით არის და დგას დღის წესრიგში ამ მიმართულებით. საქართველოს კონსტიტუციით 30000 ამომრჩეველს აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება მინიჭებული. ჩემი აზრით ეს 30000 ამომრჩეველი თვითონ რიცხვი არის დღეისათვის ძალიან მაღალი მარჟა და მაღალი მაჩვენებელი. მე პირადად ჩემი გამოცდილებიდან შემიძლია გესაუბროთ, როდესაც ვიყავი ერთ-ერთი მოძრაობის ხელმძღვანელი, თუ რამდენად დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული კანონმდებლობით დადგენილ ვადებში 30000 ამომრჩევლის ხელმოწერის შეგროვება და საკანონმდებლო ინიციატივით მიმართვა საქართველოს პარლამენტისადმი. ძალიან კარგი იქნება მაგალითად თუ ხელისუფლება დაფიქრდება იმაზე და მით უმეტეს ყველაზე კარგი პერიოდი ახლა ამისთვის საკონსტიტუციო რეფორმა მიმდინარეობს და სწორედ კონსტიტუციაში არის შესაბამისი ნორმა დასარედაქტირებელი, თუ დაუშვათ 30000-ის ნაცვლად პირობითად ვამბობ გაიწერება 20000 ან 25000, ამაზე სხვათა შორის არსებობს შესაბამისი მათემატიკური გათვლებიც, ჩვენ თუ ავიღებთ ერთ სადეპუტატო მანდატს, საშუალოდ ერთი სადეპუტატო მანდატის უკან საქართველოში დგას 24000 ამომრჩეველი. შესაბამისად ამის ფონზე თუ ჩვენ გვინდა რომ დამატებითი ბერკეტები შევქმნათ და მექანიზმები არასამთავრობო სექტორისათვის იმისათვის რომ მოახდინოს საქმიანი თანამშრომლობა ხელისუფლებასთან, აი ერთ-ერთი მიმართულება დაუშვათ შეიძლება ეს ავიღოთ და დავისახოთ და პირადად ჩვენი ორგანიზაცია ამ მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში აუცილებლად აპირებს შესაბამისი ინიციატივით მიმართოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას, რომ იქნებ ყურად იყონ ეს გარემოება და ეს ძალიან გაამარტივებს საქმიანობას არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, გახდის მას უფრო მეტად საქმიანს და შესაბამისად ის რაღაც ხარვეზები, ის კითხვის ნიშნები, რომელიც დღეს შეიმჩნევა, ამისთვის ელემენტარულად ადგილიც აღარ დარჩება. მაგაზე დაკავშირებით მეცმინა თორნიკეს რა თქმა უნდა დავამატოთ, ჩემი აზრით მქონდა რამდენიმე სენატორთან შეხვედრა და იგივე პრეცედენტი შეგვიძლია ჩვენ გავაბიუროთ, იქაც დაკლები ადამიანია საჭირო იმისათვის, რომ ადამიანების ნება იქნას გაზიარებული საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ. ძალიან მარტივია კომუნიკაცია, მათ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედებს ლობისტური საქმიანობის კანონი. ჩვენთან არის 99 წელს მიღებული ეს კანონი, რომელიც რეალურად უბრალოდ დოკუმენტად დევს და ამას მე მგონი საზოგადოებაც არის სამის შესაძლებელი, იმიტომ არ მოქმედებს, არ მუშაობს. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თორნიკე თუ ამას თქვენი ორგანიზაცია თქვა ინიციატივით როგორც თქვენ ბრძანეთ და რა თქმა უნდა აკეთებთ კიდეც აწყებული გაქვთ სიამოვნებით შევერთები მე ჩემი მეგობრები დაწუნებული ვარ ძალიან ბევრი ორგანიზაცია, იმიტომ რომ რაც უფრო მეტად იქნება ადამიანის თუ ინდივიდის მონაწილეობა, რასაც დიანა საუბრობდა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი თუ ინდივიდის ჩართულობა, მით უმეტეს საკანონმდებლო პროცესში, საკანონმდებლო რეფორმირების პროცესში, ეს უფრო მეტად აამაღლებს ჩვენი დემოკრატიულობის ხარისხს. ეს იგრძნობა როგორც შიდა ასპარეზზე, შემდეგ საგრძნობი იქნება ასევე საერთაშორისო შეფასებების შემთხვევაში. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ძალიან კარგი ინიციატივა, მხარს უჭერ უპირობოდ და გისურვებ წარმატებას. ჩემი ინტერესი როგორც საქართველოს მოქალაქის უბრალოდ ძალიან დიდია აქ. კი, რა თქმა უნდა, მართლა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ნამდვილად კონკრეტული ცვლილება განიცადოს საკანონმდებლო აქტმა, როცა პარლამენტარის ან დეპუტატის მხარდაჭერას ვერ შეძლებდა ვერ იქონიეთ, ხო შეიძლება ცალკე დაიჭირდეს ინიციირების გამო. ძალიან საინტერესოა. ჩვენ სტუმრებთან საუბარს კიდევ ერთხელ მივყავართ იმ მოსაზრებამდე, რომ არასამთავრობო სექტორის მუშაობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში არის ძალიან მნიშვნელოვანი. რეგიონში არასამთავრობო ორგანიზაციის მუშაობასთან დაკავშირებით ჩვენმა შემოქმედებითმა ჯგუფმა მოამზადა სიუჟეტი, სადაც ასახულია ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მუშაობა ქვემო ქართლის რეგიონში. ვნახოთ აღნიშნული სიუჟეტი, რომლის დასრულებისთანავე ჩვენ კვლავ დაგიბრუნდებით.
სიკა საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია 1999 წელს დაარსდა. არასამთავრობო ორგანიზაციის მიზანს საგანმანათლებლო საქმიანობით სამოქალაქო საზოგადოების განვითარება და საგანმანათლებლო ინიციატივებისა და დემოკრატიული პრინციპების დანერგვა წარმოადგენს. ორგანიზაცია ეკოლოგიურ, სამართლებრივ, ეკონომიკურ და კულტურული კუთხით არაერთ პროგრამას ახორციელებს. სიკა მუშაობს როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია საზოგადოების სასიკეთო ცვლილებებისადმი მოტივირებულ წრეებში არაფორმალური განათლების გამოყენებით ხელს უწყობს კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, ასევე ინოვაციური ან აპრობირებული სწავლებისა და სწავლის ფორმების დანერგვას, რათა მოხდეს პიროვნების აქტიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ მოქალაქედ ჩამოყალიბება. ორგანიზაციის მისია არის ხელი შეუწყოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში და ასევე დასავლურ მოსახლეობაში კრიტიკული აზროვნების განვითარებას, სხვა კომპეტენციების განვითარებას, რისთვისაც სხვადასხვა პროექტებს ვახორციელებთ, აგრეთვე მოგეხსენებათ ქვემო ქართლის გამოირჩევა ეთნიკური სიჭრელით და ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობა ასევე ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი აქტივობაა. ორგანიზაციას აქვს სხვადასხვა მიმდინარე პროექტები და პროგრამები, აგრეთვე ორგანიზაციაში მუდმივად ფუნქციონირებს ახალგაზრდული კლუბები სხვადასხვა ასაკის ახალგაზრდებისათვის, რადგან ჩვენი პროექტების ბენეფიციარების დიდი სურვილია ორგანიზაციასთან დარჩნენ კონტაქტში, ამიტომ პროექტების, გრანტირებული პროექტების გარდა ჩვენ გვაქვს ასევე სხვა ახალგაზრდული კლუბები. ორგანიზაციაში მუშაობენ ქართული მოხალისეებიც და აგრეთვე უცხოელი მოხალისეები ევროპიდან და ამერიკიდან მშვიდობის კორპუსის მოხალისე. ორგანიზაციის საომალო მიზნებზე რაც შემიძლია თქვა, იგივე მიმართულებით კიდევ ერთი ახალი მნიშვნელოვანი კომპონენტი ბოლო წლების განმავლობაში საჯარო პოლიტიკას შექმნაში მონაწილეობა, ასე ვთქვათ, ორგანიზაცია ახალგაზრდა პოლიტიკის შემუშავებაში აქტიურად იყო ჩართული, მოხალისეობის პროექტის განხილვა აქტიურად მიმდინარეობს ასე ორგანიზაციაში. აგრეთვე გვაქვს სხვადასხვა საკანონმდებლო ცვლილებებზე შეთავაზებები. ორგანიზაციის ძირითადი სამუშაო არეალი, ორგანიზაცია დაფუძნებულია რუსთავში და ძალიან ბევრი რეგიონული პროგრამები გვაქვს ქვემო ქართლის 7 მუნიციპალიტეტში, მაგრამ ასევე ორგანიზაციას აქვს საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა პროექტები. კონკრეტულად ეხლა მაგალითად ორ კვირაში უკვე მეოთხე წელიწადია სიკა ახორციელებს სამოქალაქო განათლების საზაფხულო, ამჯერად საგაზაფხულო ბანაკებს, რომელშიც 300-მდე მონაწილე მონაწილეობს საქართველოს 11 რეგიონიდან. ეს ბანაკები USAID-ის და PH International-ის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. მსგავსი ბანაკები ბევრია, ეხლა იანვრის თვეში კიდევ ქონდა ქვემო ქართლის მასშტაბით ინტეგრაციის ბანაკი, სადაც ქვემო ქართლის ქართული და აზერბაიჯანელი ახალგაზრდები არა მარტო ინტეგრაციას შეუწყო ბანაკმა ხელი, არამედ ახალგაზრდებმა მუნიციპალიტეტების მიხედვით შექმნეს საინტერესო პროექტები თემის საჭიროებების გაუმჯობესებისათვის, ასე ვთქვათ. ეს პროექტები დაფინანსდა პროგრამის ფარგლებში, დაახლოებით $1300 ფარგლებში თითოეული და 7 კარგი საქმე გაკეთდა რეგიონის მასშტაბით. მინდა გითხრათ, რომ ახალგაზრდებმა ძირითადად ეს ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებაზე იმუშავეს. რუსთავშიც აგერ მე-12 მიკრორაიონთან ეს წრეული მოეწყო ზებრა გადასასვლელით საგზაო ნიშნებით, ორ მუნიციპალიტეტში კიდევ ბარიერებზე იმუშავეს, სკვერების კეთილმოწყობა თეთრი წყაროს ორ დასახლებაში, მარტყოფში წყლის სისტემა მოწესრიგდა და შემდეგ სულ ესენი არიან მე-9 კლასელი ახალგაზრდების ინიციატივით და მუშაობით. ეს არის კომპეტენციები, რასაც ახალგაზრდები ივითარებენ ჩვენი პროგრამის საშუალებით და ძალიან მნიშვნელოვანია გამოყოფთ აგრეთვე ის სამეწარმეო კომპეტენციები, რომლებიც ახალგაზრდები ივითარებენ ამ პროექტებში მუშაობით და განხორციელებით, რაც შემდეგ მათ ძალიან ეხმარება თვითრეალიზებაში და მინდა გითხრათ, რომ აი მუშაობის 15 წლის განმავლობაში ბევრი თაობა გამოვიარეთ, ასე ვთქვათ და ძალიან მიხარია, რომ ბევრი ახალგაზრდა, რომელიც აი მოზარდობის ასაკიდან აქტიურად იყო ჩართული არგუმენტ განათლების სხვა კომპეტენციების განვითარებას კუთხით, დღეს არიან ძალიან წარმატებული ახალგაზრდები და გვიხარია და გვიამაყება, რომ მათ წარმატებაში პატარა წვლილი აი ჩვენმა მუშაობამაც მიიღო.
ორგანიზაციაში მუშაობს სხვადასხვა საკითხზე ორიენტირებული ეგრეთ წოდებული კლუბები. ერთ-ერთი ასეთია ენო კლუბი, რომელიც ვირტუალური სკოლა და ქსელია, სადაც გაწევრიანებულია 10,000-მდე სკოლა, მსოფლიოს 152 ქვეყნიდან. პროგრამა ითვალისწინებს სხვადასხვა ლოკალურ და გლობალურ აქტივობებს. კლუბებში მუშაობის დროს ახალგაზრდები იმაღლებენ ცნობიერებას თემსა და თემის გარეთ არსებული გარემოს შესახებ. შეხვედრები არაფორმალური განათლების მეთოდით წარიმართება, ეკოლოგიური პრობლემების შესწავლის და მათი მოგვარების გზების გამოსავლენად. კლუბის მონაწილეები ასრულებენ პროგრამით გათვალისწინებულ სხვადასხვა დავალებებს, ატარებენ კვლევებს და აქტივობებს. გარდა ამისა, საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა კლუბი მე მომავალი ჟურნალისტი, რომელიც 17-დან 25 წლამდე მოტივირებული ახალგაზრდებისთვის არის გათვლილი. კლუბის მიზანია დაეხმაროს ახალგაზრდებს შეეძინონ საკუთარი ცხოვრების დაგეგმვის უნარი და გახდნენ მეტად თავდაჯერებულები. მიღებული ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე უკეთ მოახერხონ გარემოსთან ადაპტირება და გაეზარდოთ თვითრეალიზებისა და დასაქმების შანსები. რაც შეეხება მოგზაურთა კლუბს, ეს არის მიმართულება, რომელსაც სიქას მოხალისეები მართავენ და ემსახურება დამოუკიდებლად მოგზაურობის კულტურის პოპულარიზაციას ახალგაზრდებს შორის. კლუბის წევრები ერთმანეთს უზიარებენ ინფორმაციასა და გამოცდილებას მოგზაურობის შესახებ. ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობები მცირე ჩამონათვალია იმ პროგრამებისა, რომელსაც სიქა ყოველწლიურად ახორციელებს. საქართველოს მასშტაბით ხორციელდება დიდი პროგრამა, ეს არის სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა და ჩვენი ორგანიზაცია არის პარტნიორი ორგანიზაცია ქვემო ქართლში. თანამშრომლობთ 71 სკოლასთან, მათ შორის ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ სკოლებთან. სკოლებში შექმნილია სამოქალაქო კლუბები და სწორედ მათთან თანამშრომლობთ და ვიხმარებით ამ ახალგაზრდებს. სამოქალაქო კლუბებში გაწევრიანებულები არიან მოსწავლეები მე-9 კლასიდან ზევით. და რასაც სწავლობენ სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე, იმას ახორციელებენ პრაქტიკაში. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს ახალგაზრდები იკვლევენ თემის პრობლემებს, ადგილობრივ პრობლემებს, რა აწუხებთ მათ, შემდეგ თანამშრომლობენ თვითმმართველობასთან, სხვადასხვა სტრუქტურებთან, კერძო ბიზნესთან და ცდილობენ ამ პრობლემების მოგვარებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ხაზი ამ პროგრამაში. თუმცა ამის გარდა პროგრამის ფარგლებში იწყება სხვადასხვა ტრენინგები, შეხვედრები საინტერესო ადამიანებთან, ვიზიტები სხვადასხვა საჯარო დაწესებულებაში და საბოლოო ჯამში მთავარი მიზანი არის ის, რომ ეს ახალგაზრდები გახდნენ აქტიურები და ჩამოყალიბდნენ აქტიურ მოქალაქეებად მომავალში. ამრიგად, საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია ყოველდღიურად არის ჩართული იმ პროცესებში, რომელიც მოსახლეობის სამოქალაქო ცხოვრებაში მეტ ჩართულობას შეუწყობს ხელს. ორგანიზაციის ყველა საქმიანობა მოქალაქეთა სხვადასხვა ფენების გააქტიურებას ემსახურება. ჩვენ ყურადღებით ეთერში შეგახსენებთ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით ყოველ შაბათ-კვირას წარმოგიდგენთ გადაცემათა ციკლს მოქალაქეობა. საუბრობთ საკითხებზე კონკრეტულად იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს სამოქალაქო საზოგადოება სახელმწიფოს მუშაობაზე და იმაზე, თუ რა სამართლებრივ გარემოში არსებობს სამოქალაქო საზოგადოება ქვეყანაში. არასამთავრობო ორგანიზაციები ქვეყანაში მთლიანად დამოკიდებული არიან უცხოურ დონორებზე და მათ დაფინანსებაზე. ირაკლი, რამდენად აქვს არასამთავრობო ორგანიზაციებს ეფექტიანი მუშაობისთვის საჭირო ფინანსური და ასევე ადამიანური რესურსები? დიახ. არის ორგანიზაციები, რომლებიც ძალიან მარტივად ახდენენ სახელმწიფოს რესურსების გამოყენებას. არის ძალიან ბევრი ორგანიზაცია, რომელიც ძალიან მისაღებია მათ საქმიანობა ხელისუფლებისათვის და ხშირ შემთხვევაში დონორი თავად ხელისუფლება ხდება სხვადასხვა სიპის საშუალებით. ეს იყო წინა ხელისუფლების პერიოდშიც და ხდება ეხლაც. მე ძალიან ცუდი მიდგომა, ძალიან ცუდია. მაგრამ რაც თქვენ ბრძანეთ, რომ დონორ ორგანიზაციებზე დამოკიდებული მართალი ბრძანდებით, გეთანხმებით, პრინციპი საქართველოში ძალიან რთულია, იყო წარმატებული ფინანსურად არასამთავრობო ორგანიზაცია, თუ შედარებსახურები კონკრეტული პირების და პირთა წრის ინტერესებს. ისევ ესე მივიდივართ იმ პრობლემის წინაშე, რომ პოლიტიკური პარტიები დგანან ძალიან ბევრი ორგანიზაციის უკან, თუმცა ძალიან ბევრი წარმატებული ორგანიზაცია მახსენდება, რომლებიც ძალიან წარმატებული ურთიერთობა აქვთ. მაგალითად, პაატა შეშელიძის ორგანიზაცია, არასამთავრობო ორგანიზაცია, ახალ ეკონომიკური სკოლა საქართველოს, რომელიც წლების მანძილზე და ჩემს ცნობილი სტუდენტობიდან მოყოლებული მევესწრებოდი მის ლექციებს, და თქვათ აქტივობებში ვიყავი ჩართული. ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი, როგორც მახსენდება, ყოველთვის მისი დონორია, გერმანული ფონდი და აგრძელებს მასთან კომუნიკაციას. იმდენადაც მისი საქმიანობაც საინტერესოა. ანუ ეს არის ძირითადი პრობლემა. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ ორგანიზაციას ფინანსური პრობლემა აქვს და აქედან გამომდინარე
ისინი ნაკლებად ეფექტური არიან საქმიანობის განხორციელების პროცესში. იცით რა სიტუაცია, ერთი მხრივ ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ძალიან კარგია, რომ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციათა რიცხვი საკმაოდ გაიზარდა და ძალიან ფართო სპექტრი არის შემოთავაზებული, მაგრამ მეორე მხრივ ეს ქმნის ერთგვარ დაბრკოლებას სწორედ ფინანსების მოზიდვის კუთხით, იმიტომ რომ როდესაც ასე ვთქვათ ცოტა ცუდად ჟღერს არასამთავრობო მიმართებით, მაგრამ მაინც უნდა გამოვიყენოთ ეს ტერმინი, როცა ბაზარი არის ესეთი ვრცელი, ბუნებრივია კონკურენცია, იქ არის უკვე გაცილებით უფრო მაღალი და არასამთავრობოებს შორისაც არის ერთგვარი კონკურირება ყოველდღიურ რეჟიმში, დაუშვათ იგივე პროექტებთან დაკავშირებით თუ სხვა აქტივობებთან მიმართებით. რაც შეეხება სახელმწიფოს დამოკიდებულებას, მე ერთს აღვნიშნავ, დავუშვათ კონკრეტულად აქ იყო ნახსენები საჯარო სამართლიური პირი, ბავშვთა ახალგაზრდობის განვითარების ფონდი. პირადად მე რასაც ვაკვირდები ბოლო ტენდენციებიდან გამომდინარე, თუ ვიმშელებთ, აღნიშნული ფონდი ცდილობს, რომ ის ძველი იარკი, რაც ჰქონდა მას მიკრებული, ამისგან გათავისუფლდეს. პირადად ჩემ ორგანიზაციას ძალიან საინტერესო ურთიერთთანამშრომლობის პრაქტიკა აქვს აღნიშნულ ფონდთან. კერძოდ შეგვიძლია ამ შემთხვევაში ვახსენოთ პროექტი ახალგაზრდები კონსტიტუციური ცვლილებებისთვის, როდესაც პრინციპში ჩვენ მოგვეცა საშუალება საქართველოს 8 რეგიონში, მათ შორის მაღალმთიან რეგიონებში, ისეთი როგორც არის მესტია, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, ჩავსულიყავით ახალგაზრდებისთვის ელემენტარულად საჩუქრად გადაგვეცა კონსტიტუციები, გვესაუბრა მათთან, მოგვეხთინა მათი აზრის აკუმულირება, ამის შემდეგ უკვე დაგვემუშავებინა ეს ყველაფერი და მიგვეწოდებინა ხელისუფლებისთვის. ანუ გარკვეულწილად ძალიან კარგი საქმე გაკეთდა ამითი, მე ვფიქრობ. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ფონდები არსებობენ, რომელთანაც ჩვენ ასევე ძალიან კარგი ურთიერთთანამშრომლობის პრაქტიკა გვაქვს. და ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა მოხერხდება ის, რომ თვითონ არასამთავრობო სექტორი დაიწმინდება და შესაბამისად პროექტები, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები განახორციელებენ, იქნება მიზნობრივად მიმართული მართლაც სამოქალაქო სექტორის თითოეული მოქალაქისა და ინდივიდის განვითარებას და ხელს შეუწყობს თითოეული მოქალაქის აქტიურ სამოქალაქო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაციას. აი შემიძლია თქვა ამასთან დაკავშირებით. თუმცა რა თქმა უნდა, პრობლემები ფინანსური თვალსაზრისით არსებობს და ეს პრობლემები არის საკმაოდ საგრძნობი და დიდი. უბრალოდ ალბათ ამას ჭირდება დრო იმისათვის, რომ ყველა მიპოვოს თავისი ნიშა, ყველა მიპოვოს თავისი ადგილი და მიზნობრივი პროექტებით შესაბამისად კონკრეტული საგრანტო კონკურსების ფარგლებში, რომელსაც ექნება ასევე გამოკვეთილი მიზანი, მოხდეს პროექტების დაფინანსება და პრინციპში არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება საქმიანობისას სწორედ ეს არის, რომ თავისი პროფილიდან გამომდინარე მოამზადოს მიზნობრივი პროექტები და მოიპოვოს დაფინანსება. თქვენ საუბარს იმ პრობლემამდე მივყავართ, რასაც თქვა კეთილის ინდისიერება არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ირეკლი. ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში და ანგარიშვალდებულების მექანიზმთან დაკავშირებით მინდა რომ მკითხოთ. რამდენად არსებობს ის მექანიზმი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების კეთილის ინდისიერებას უზრუნველყოფს? როგორ ანუ ვინმე რომ მონიტორინგი გაუწიოს თუ როგორ? ანუ გულისხმობ იმას, რომ თქვათ კონკრეტულად ხშირად ხდება ისეთი საკითხების ხელის ჩაჭიდება, თქვათ რაც მათ კომპეტენციის ფარგლებში. რატო იქნება ორგანიზაცია? ჩვენ ხო თავხდებით იმაზე, ძალიან ბევრი ორგანიზაცია იქნება ბოლო პერიოდში. ეს ერთი ხუთი ძალიან კარგია, მაგრამ მეორე მხრივ აქ სხვა ინტერესები, მოდი რეალურად ვთქვათ, ვნიან გარკვეული პირები, გარკვეული პირთა წრე არის ამის უკან და რა თქმა უნდა ინტერესები იხატება. გააჩნია კეთილს ინდისიერების საკითხს, ანუ ჩვენ რა თქმა უნდა და საზოგადოება ლეგიტიმაციას მისცემს და პატივისცემს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც არ იქნებიან ესე ეგზალტირებული პოლიტიკური ინტერესები და იქნებიან ეგზალტირებული ერთადერთი და ვთქვათ დაინტერესებული იმ კუთხით, რომ კონკრეტული აი როგორც თორნიკე ძალიან სწორად ბრძანებს კონკრეტული საკითხების მოგვარებით, კონკრეტულ სფეროში რეფორმირების გატარებით, კონკრეტული სფეროს პროპაგანდირებითაც პრინციპში მათ კი ბატონო, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, კეთილს ინდისიერების ხარისხი ჩვენ თუ ძალიან მარტივად უკვე იდენტიფიცირებადია სიტუაცია, ძალიან მარტივად ვამჩნევთ, ვინ რას აკეთებს, რატო აკეთებს ამას, რა ინიციატივას აყენებს. და აქედან გამომდინარე ძალიან მარტივია მაგის შეფასება, საზოგადოება ძალიან მარტივად აფასებს. თითოეული ინიციატივა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ვავრცელებთ და ავრცელებენ,
ადამიანები ამას უსმენენ ძალიან საინტერესად, ადამიანებმა უკვე ისწავლეს ტყუილის და მართლის გარჩევა და ეს არის ჩემი мотиваციის საფუძველი კიდევ უფრო წარმატებული ვიყო როგორც აქტიური საზოგადო მოღვაწე და უკვე პოლიტიკური და ამის იმედით ვაპირებ უკვე აქტიურობას, რა თქმა უნდა, ძალიან დადებითია. თუმცა ეს ყველაფერი მოიტანა იმან, რომ კონკურენციის პირობებში ბევრი ორგანიზაცია ვიყავით წარმოდგენილი, რომელიც ჩვენ ინიციატივებს ვაჟღერებდით და საბოლოო ჯამში 2 წელიწადშიც კი უკვე მოხდა ის, რომ გაიფილტრა, ლუსტრირება მოხდა მათი იდეების და ინიციატივების და დღეს უკვე ვიცით ვის შეიძლება ვენდოთ და ვინ არის კეთილსინდისიერი თავისი საქმიანობის პირობებში და რაც შეიძლება კეთილსინდისიერების საკითხს ამას უკვე თვითონ ნებელობითია ეს თვითონ თავიანთი გადასაწყვეტია რას იმსახურებია, როგორ იმსახურონ და ვისთვის იმსახურონ, ვის იმსახურონ. საინტერესოა ეს საკითხი საოპერაციო სახსრების მოსაპოვებლად არასამთავრობო ორგანიზაციებს ძალიან ხშირად უწევთ ისეთი პროექტების განხორციელება, რომელიც მათ კომპეტენციებში არ შედის. ამ საკითხს თუ არეგულირებს რაიმე მექანიზმი? იცით როგორ არის არასამთავრობო ორგანიზაციას როგორც წესი უნდა ქონდეს თავისი წესდება, სადაც არის დეკლარირებული მიზნები და პროფილი აი ამ არასამთავრობო ორგანიზაციისა. შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი იქნება თუ კონკრეტული საზოგადოებრივი გაერთიანება დარჩება სწორედ ამ თავისი პროფილის ფარგლებში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ კერძო სამართლის სუბიექტებს აქვთ ძალიან ფართო ავტონომია თავისი საქმიანობის განხორციელების კუთხით. შესაბამისად, როგორც ესეთი კანონმდებლობა არ ქმნის შეზღუდვებს, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ორგანიზაციას, კონკრეტულ ორგანიზაციას რაღაც მიზანი დეკლარირებული, მას არ ეზღუდება გასცეს თავის პროფილს და მიიღოს თუნდაც ისეთ საგრანტო პროექტში მონაწილეობა, რომელიც შეხებაში არ მოდის, ყოველ შემთხვევაში აქამდე არ მოდიოდა მის საქმიანობასთან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ალბათ უკვე არის უშუალოდ არასამთავრობო ორგანიზაციის კომპეტენციის საკითხი და საზოგადოებრივი გაერთიანებების კომპეტენციის საკითხი და ელემენტარული კულტურა არის, რომ თითოეულმა ორგანიზაციამ გაითვალისწინოს დეკლარირებული მიზნები, გაითვალისწინოს თავისი პროფილი და მაქსიმალურად შეეცადოს, რომ ის კონკრეტული საქმე აკეთოს ხარისხიანად და არა ის, რომ ყველაფერს მიედმოედოს და საბოლოო ჯამში შედეგი იყოს არადამაკმაყოფილებელი. აი ეს არის უბრალოდ ჩემი როგორც ამ შემთხვევაში ერთ-ერთი არასამთავრობო ხელმძღვანელის პოზიცია. თუმცა ასევე შეიძლება ითქვას, რომ იმდენად საინტერესოდ მიმდინარეობს საქართველოში პროცესები, როგორც პოლიტიკური, ისე სხვადასხვა სოციალური პროცესები, რომ ცდუნება იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია კონკრეტულ შემთხვევებში გასცეს თავისი პროფილის ფარგლებს და ჩაერიოს რაღაც კონკრეტული საკითხის გადაწყვეტაში, თავისი რეკომენდაცია დადოს თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ, არის საკმაოდ მაღალი. მთავარია, რომ არსებობდეს ამისთვის შესაბამისი კომპეტენცია და მორალური უფლებაც უნდა ქონდეს რაღაც გარკვეული. იმიტომ რომ ახლა ძალიან ხშირად ბევრი ორგანიზაცია გამოდის და საუბრობს თუნდაც აი ახალგაზრდების სახელით და ამ დროს ჩვენ ხედავთ, რომ ელემენტარულად იმ ორგანიზაციაში, იმ საზოგადოებრივ გაერთიანებაში არც ერთი ახალგაზრდა არ არის. ანუ ყველანი არიან. არ რეგულირდება ეს არანაირი მექანიზმი? სამწუხაროდ არა. ეს საკითხი აბსოლუტურად ღია არის და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამის კანონმდებლობით რეგულირება არის ძალიან რთული, იმიტომ რომ ეს არის ძალიან სენსიტიური თემა. ამ შემთხვევაში შესაძლებელია მოხდეს ჩარევა ისეთი ხარისხით, რომელიც უკვე არასამთავრობო ორგანიზაციის როგორც ასეთი საქმიანობას შეზღუდავს. შესაბამისად, მე ალბათ მაინც გონია, რომ თვითონ არასამთავრობო სექტორშივე უნდა მოხდეს აი ამ სიტუაციის დარეგულირება და კულტურა ამ კუთხით უნდა ამაღლდეს. რომ თითოეული არასამთავრობო ორგანიზაცია დარჩეს თავისი პროფილის ერთგული და იმ არეალში იმოქმედოს და იმოღვაწეოს. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმრები იყვნენ ირაკლი ღლონტი, თორნიკე ჭეიშვილი. თქვენ უყურებთ გადაცემას მოქალაქეობა, ჩვენ გადაცემის მეორე ბლოკში დაგიბრუნდებით, არ გადაართოთ.